გამარჯობა, ეთერშია კურიერი 6 საათზე ახალ ამბებს კურიერის გუნდთან ერთად მე კესო კაფიანიძე გაგაცნობთ. სოციალური და საოჯახო კალათები ქსელურ მარკეტებში დღეიდან ფასდაკლებული პროდუქტების სტენდები განთავსდა. კომპანიებში განმარტავენ, რომ მომხმარებელს სხვადასხვა ფასდაკლებით 15 სახეობის პროდუქტის შეძენა შეუძლია. საოჯახო კალათაში შედის ზეთი, ბრინჯი, კვერცხი, წიწილბურა, მაკარონი, პური, შაქარი, რძის პროდუქტი და ქათმის ხორცი. კომპანიები ინდივიდუალურად განსაზღვრავენ, თუ რა ტიპის შეთავაზებები აქვს მომხმარებელთან. მირიან გორგოძე იმყოფებოდა რამდენიმე ქსელურ მარკეტში, რომელიც პირდაპირ ეთერში შემოგვერთდება. მირიან, გისმენთ. დღეს ჩვენ ფაქტობრივად მთელი დღის განმავლობაში მივყოფებოდით, შეიძლება ითქვას, ყველა მსხვილ ქსელურ მარკეტში და გავესაუბრეთ სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებს, რომლებმაც განაცხადეს, რომ მთავარი მიზანი გადაწყვეტილებისა, რომლის მიხედვითაც ისინი ამ სოციალურ პროექტს ახორციელებენ, არის მოსახლეობის ყოველდღიურობის გაუმჯობესება, რომლის ფარგლებში შეიქმნება ერთგვარი საოჯახო სამომხმარებლო კალათი და კონკრეტულად განსაზღვრულოთ 15 პროდუქტს მომხმარებელი უფრო დაბალ ფასად შეიძენს. გარდა ამისა, ასევე მსხვილ სავაჭრო ქსელებში განაცხადეს, რომ ამ დრომდეც ისინი მოსახლეობას მუდმივ რეჟიმში თავაზობდნენ განახლებად აქციებს, რაც თავის მხრივ მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, რომ ხელსაყრელ ფასად შეიძინოს სხვადასხვა სახეობის პროდუქტი, ხოლო უკვე საოჯახო კალათის განსაზღვრა, როგორც სავაჭრო ქსელებში აცხადებენ, არის გარკვეულწილად დამატებითი შესაძლებლობა მოსახლეობისთვის, რომ მათთვის სასურველ ფასად პირველადი მოხმარების პროდუქტები შეიძინონ. Carrefourში პირველადი მოხმარების სოციალურად მნიშვნელოვანი ყოველდღიური მოხმარების პროდუქტები, როგორიც არის კვერცხი, ზეთი, შაქარი, წიწიბურა, ბრინჯი და ასე შემდეგ, გვაქვს ყველაზე დაბალ ფასად, რომ ხელმისაწვდომი იყოს ყველასათვის. ამ პროდუქტებზე ბაზარზე ყველაზე დაბალი რეგულარული ფასი გვაქვს და მარტივად მიგნებადი რომ იყოს მაღაზიაში ამ ასორტიმენტზე, თაროზე გამოყოფილი გვაქვს სპეციალური წითელი მაჩვენებლით, წარწერით ყველაზე დაბალი ფასები, რომელიც მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მარტივად აღსაქმელია. სუპერმარკეტების ქსელის ზღაპარი ყოველთვის ორიენტირებულია მომხმარებლის საჭიროებებზე. სწორედ ამიტომ ვუერთდებით ინიციატივას, რომლის მიზანიც არის პირველადი მოხმარების ყოველდღურად საჭირო პროდუქტებზე მაქსიმალურად შეღავათიანი ფასების შეთავაზება. აქედან გამომდინარე, ჩვენს მაღაზიებში წარმოდგენილი იქნება ყველაზე მოთხოვნადი კატეგორიები მაქსიმალურად ბიუჯეტურ ფასებში. ეს არის მუდმივი შეთავაზება, რომელიც შექმნის გრძელვადიან სარგებელს და მომხმარებელს შეუმცირებს ყოველდღიურ ხარჯებს. უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩართულიყო პროექტში, რომლის მიზანიც არის მომხმარებლებს შესთავაზოთ პირველადი მოხმარების პროდუქტები დაბალ ფასად. ამავე პროექტის ფარგლებში შევიმუშავეთ ლოგო, რომელიც მომხმარებელს თაროზევე მიანიშნებს და მარტივად ამოიცნობს მომხმარებელი ამ პროდუქტებს. აქცია იმოქმედებს 1-დან 2 კვირის ვადით თვის ჭრილში, რომელიც იქნება აუცილებლად მუდმივად, მაგრამ აქვე დავძენ, ეს არ არის სიახლე უნივერსამის ქსელისთვის. ჩვენ მუდმივად ვთავაზობდით და ვთავაზობთ მომხმარებელს დაბალ ფასს. უბრალოდ პროექტის ფარგლებში მომხმარებლები ისარგებლებენ დამატებითი შეღავათებით. ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს ფასების დარეგულირების საკითხში მუშაობა მთავრობის კომისიის ფორმატში, ასევე საკანონმდებლო ორგანოში შეიქმნა დროებითი კომისია, რომელმაც ასევე აქტიურად საქმიანობდა ფასების შესწავლის მიმართულებით. კომისიამ უკვე მოამზადა დასკვნა და შეიმუშავა რეკომენდაციები, იქ საუბარია გარკვეულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც გათვლილია ძირითადად სისტემის გაუმჯობესებისთვის გრძელვადიანი დადებითი შედეგის მისაღწევად. დღევანდელ გადაწყვეტილებაზე რამდენიმე წუთის წინ ასევე განცხადება გააკეთა საკანონმდებლო ორგანოში შექმნილ დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, რომელიც მიესალმა მსხვილი ქსელური მარკეტების გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ ამ მოდელის ამოქმედება თავის მხრივ ხელს შეუწყობს ჯანსაღი კონკურენციის წარმოებას მარკეტებს შორის, რაც თავის მხრივ მომხმარებელს მისცემს დამატებით შესაძლებლობას, რომ კონკრეტული პროდუქტები ხელსაყრელ ფასად მიიღონ. ფასების შესწავლილი კომისიის ფარგლებში ჩვენ შევისწავლეთ არაერთი ქვეყნის გამოცდილება, როდესაც მოკლევადიან პერიოდში მოხდა ასე ვთქვათ სუბუქი ინტერვენცია ბაზარზე და ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო ეგრეთ წოდებული ბერძნული მოდელი და მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ქსელებმა ბერძნული მოდელის მსგავსი
საოჯახო კალათა შექმნას, რომელშიც ძირითადად 12-დან 15-მდე საბაზისო პროდუქტია და აღნიშნული მოდელი ეფუძნება ბაზრის კონკურენციის ელემენტებს, ეფუძნება ბაზრის საფასო პოლიტიკას და აღნიშნული ბერძნული მოდელის მიზანი არის, რომ მომხმარებლისთვის ამ 15 პროდუქტზე ყოველთვის იყოს საუკეთესო ფასი შეთავაზება. მსხვილი სავაჭრო ქსელების ინიციატივა უკვე ძალაშია, მომხმარებელს კონკრეტულ მარკეტებში დახვდებათ სპეციალური სტენდები და დახლები. ამ სტენდებზე მოთავსებული იქნება ეგრეთ წოდებული სამომხმარებლო კალათით განსაზღვრული 15 სახეობის პროდუქტი, რომელსაც მომხმარებელი დაბალ ფასად შეიძენს. მადლობა მირიან, პირდაპირ ეთერში საუბრობდა მირიან გორგოძე. Carrefour-ის პარი, მაგნიტი, კალათა, უნივერსამი, გუდვილი, ზღაპარი, ნიკორა, ლიბრე და აგროჰაბი კალათის შექმნის და სასურსათო პროდუქტებზე ფასდაკლების სურვილი ყველა ქსელურმა მარკეტმა გამოთქვა. მარკეტებში აცხადებენ, რომ სოციალური კალათის ფარგლებში წარმოდგენილ პროდუქტებზე განსხვავებული ფასდაკლებები მოქმედებს. ჩვენ შექმნით კონკრეტული კატეგორია ტოპ ფასი, რომელიც საკუთარ თავში მოიცავს ისეთი პირველადი მომხმარების პროდუქტის კატეგორიებს, როგორიც არის ფქვილი, ზეთი, მაკარონი, ბრინჯი, კარაქი და ასე შემდეგ. ანუ ყველა ის პროდუქტი, რომელიც ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ჩვენს თაროებზე გამოჩნდება წითელი ფასმაჩვენებელი, რომელზეც აღნიშნული იქნება ტოპ ფასი, რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელი ჩვენს ქსელში ამ კონკრეტულ პროდუქტზე ისარგებლებს ყველაზე შეღავათიანი ფასი. ეს დახვდება მომხმარებელს მუდმივად, უბრალოდ პროდუქტები იქნება რა თქმა უნდა ცვლადი. ჩვენი საშუალო ფასდაკლება ყოველთვის არის 30-დან 35%-მდე, თუმცა ესეთ პროდუქტებზე შესაძლებელია რომ გაცილებით მაღალიც იყოს. ეს დამატებითი აქცია, ვფიქრობ, უფრო კარგ სამსახურს გაუწევს და კიდევ უფრო დაბალფასებად შეუძლიათ შეიძინოს ეს პროდუქტები ჩვენმა მომხმარებელმა. ფასდაკლებები იწყება 20-დან და მაქსიმუმ შესაძლებელია იყოს 40%-ის ფარგლებში. ასე რომ ეს პროდუქტები, ყველა ჩვენთაგანს კარგად ესმის, ძირითადად მოიაზრებს ბურღული, რძის პროდუქტები, გაყინული ხორცის პროდუქტები, რომლებიც შეადგენს პირველად მომხმარების კალათას ჩვენი მომხმარებლისთვის და ამიტომ აქ ესე რომ ვთქვათ სოციალურ პასუხისმგებლობას უერთდებით და ამას გავაგრძელებთ მთელი წლის განმავლობაში და მომავალში კიდევ უფრო კარგი და მაღალი ფასდაკლების აქციებსაც შევთავაზებთ ჩვენ მომხმარებელს. ძალიან მნიშვნელოვანია ახლა ზოგიერთ საერთოდ პენსიონერებისთვის მაგალითად პირველ რიგში, ხო? პენსიაზე რომ არიან, იმათთვის ეს ძალიან დიდი შეღავათია. ეს პირველადი მომხმარების პროდუქტებზე რომ არის ეს ფასდაკლება და ნაკლებად უზრუნველყოფილი ოჯახებისთვის და ასე საერთოდ ყველასთვის, მაგრამ იმათთვის პირველ რიგში. საგრძნობლად იქნება ეს შეღავათი. მშვენიერი აქცია, მე პირადად ფასდაკლებების მიხედვით ვყიდულობ პროდუქტს, რომელიც არ არის ფუჭებადი და ხანგრძლივი ვადა აქვს. როდესაც რამდენიმე პროდუქტს ყიდულობთ, რამდენიმე სახეობის, ჯამში შეღავათი გამოდის. აუცილებელია ეს მომხმარებლისთვის. არ აქვს მნიშვნელობა ქსელს ყველგან აუცილებელი აქციები, რა თქმა უნდა. კლიანობაში, რა თქმა უნდა, ეს საკმაოდ ბიუჯეტზე გადის. მთავრობასა და ბიზნესს შორის კომუნიკაციის შედეგად გამოიკვეთა პირველადი მომხმარების 15 პროდუქტი, რომლებიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა. როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, ფასებთან დაკავშირებით შექმნილმა სამთავრობო და საპარლამენტო კომისიამ აქტიურად იმუშავა. როგორც მოგეხსენებათ, ფასებთან დაკავშირებით შექმნილია სამთავრობო და საპარლამენტო კომისია, რომელმაც აქტიურად იმუშავა და გამოკვეთა პრობლემური საკითხები სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანი არის, რომ მთავრობასა და ბიზნესს შორის კომუნიკაციის შედეგად გამოიკვეთა 15 პირველადი მომხმარების პროდუქტი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი არის მომხმარებლისთვის და ქსელურ მარკეტებში გაჩნდება სპეციალური ადგილები, სადაც ფასდაკლებული 15 დასახელების პროდუქტი იქნება წარმოდგენილი. ეს არის მოკლევადაში შედეგი, ვფიქრობთ, რომ უნდა გაგრძელდეს მუშაობა, რათა საბოლოო შედეგი ფასებთან მიმართებაში უკვე გრძელვადაში იქნეს მიღწეული.
სამართალდამცველებმა ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს. ოპერატიული ღონისძიებები და საპროცესო მოქმედებები ბოლო 24 საათში მთელი ქვეყნის მასშტაბით კომპლექსურად ჩატარდა. 50 დაკავებულთან ერთად კიდევ 7 პირს წარადგინა ბრალი. ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად, მათ შორის 2 საზღვარგარეთ მყოფი ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდია. დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. Ijo, rama, შენ, აი, მამაზის საფლავს, აი, ვიყო, აი, ამით, აი, როგორ უნდა გადამართო მე? როგორ უნდა დამაყენო მე პადუდა? ერთ კვირაში მოვიდა 15, ჩემი დედა გიდია. სალონიკში ჩავალ და დაობირჟავდეთ იქ. დაშესთან ჩავალ, მასუ შენეს. ნო ვეკა მა ამარა შენ თავს ვიცავა განამაგმხრი ვერაფერ ვერ დამბრიდავე უკვე ხახმა ხო იცი ეგრეც არ არის მა მე გეტყვი ვინა ამერანა ბიჭ გავლები გუშიკი რანა ეს იერი ბიჭა მე რა გუშიკი აი მის დედა ის ესერეკოლა ბიჭო ჩემი დედა თუ არ აკრა სიმონი დარჩენილია ჯიმა ზუსტად კაროჩე ჩვენი უნდა მოვიდეს 3 და 5 და ეხლა კაროჩე მაგ 3 და 5-დან გითხარი 1900 ეგრევე იმაზე გადავუძოთ ხო ძმა ამის გარდა რაც მოვიდა 3 და 5 პანე უნდა მოვიდეს სამართალდამცავების მიერ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები აწყობდნენ ეგრეთ წოდებულ ქურდულ გარჩევებს გამოჰქონდათ ეგრეთ წოდებული ქურდული გადაწყვეტილებები. დაკავებულები უკავშირდებოდნენ ქურდულ სამყაროს წარმომადგენლებს, მათ შორის ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდებს, ლევან მარღიას და ნოდარ შუკაკიძეს, რომლებიც პირადი სარგებლობის მიღების მიზნით ეგრეთ წოდებული ქურდული წესების შესაბამისად მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და კრიმინალური სახის დავებზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რის შედეგადაც ხარებს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშწორებით ან სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. ასევე დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით თბილისის სხვადასხვა უბანში ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ, არჩევდნენ კონკრეტულ პირებს და მათი ნების საწინააღმდეგოდ ინტერნეტ ბანკის საშუალებით ააქტიურებდნენ სესხებს, რის შედეგადაც საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვით მათ საწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ დიდი ოდენობით თანხებს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კი კორუფციული ფაქტები გამოავლინა. დაკავებულია 3 პირი, მათ შორისაა ადიგენისა და წალკის მუნიციპალიტეტების მერის 2 წარმომადგენელი. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა 10,000 დოლარის ქრთამის სანაცვლოდ პირს სახელმწიფოს მიწის ნაკვეთზე საკემპინგე სივრცის მოწყობაში მფარველობას დაჰპირდა. კიდევ ერთი დაკავებული საჯარო მოხელე კი გამოძიების ინფორმაციით 1000 ლარის სანაცვლოდ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით ყალბ-ძნობებს ამზადებდა. თანხა ამოღებულია ნივთკიცების სახით საქმეში დევს ოპერატიული მასალაც. ძალიან კაი, კაჩხვალის ეს დამოუწყო რა. ხო, აზარია როცა. ძიგარი ხინას ხუბის მოვაგერ. თუ ვინა გადათხოვი ძალიან მარზე რა მომიტა ამოწარს. ხო, ვიღაცა მოვიდა, ეუბნები რომ ამილან კენაზე შავარ ბესოსტურები ვარ და იქავა დამცავოს ესე იგი პრიმალ ვერგაი დირექტორი მე უნდა მოვიდა 24 სავარზე თანამშრომელი მე მაგას დავაფიქრებ რომ ენზონას მისამსავე დავაფიქრებ მე ხალხი მყავს და რეაქცია ყურად არის ნო ასე უმოთი დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია ზანავის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი, ხოლო ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ერთი მოქალაქე. გამოძიებით დადგენილია, რომ საჯარო მოხელემ შუამავლის მეშვეობით სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკემპინგე სივრცის მოწყობაში მფარველობის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 10,000 ამერიკული დოლარი.
მოცემულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328 მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს. მეორე კორუფციული ფაქტი გამოვლინდა წალკის მუნიციპალიტეტში, სადაც ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულია სამების ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი. გამოძიებით დადგინდა, რომ საჯარო მოხელე სამსახურებრივ უფლებამოვალეობებს იყენებდა მოქალაქეებზე ყალბი ცნობის გასაცემად. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულმა 20 ტონა კარტოფილის ადგილწარმოშობის შესახებ ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების სანაცვლოდ ქრთამის სახით აიღო 1000 ლარი. საჯარო მოხელე დანაშაულის ჩადენის დროს იქნა დაკავებული. ამ შემთხვევაში სასჯელი ქრთამის აღებისათვის თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს. დემოკრატიის აღქმის 2026 წლის ანგარიშის მიხედვით საქართველოს მთავრობის გამჭვირვალობით ევროპაში ლიდერობს. არჩევნების პოზიტიური გავლენით ევროპაში მეორე ადგილზეა, ხოლო გლობალური აღქმის ინდექსით ევროპის საუკეთესო 20-ია. კვლევა ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ დაფუძნებულმა დემოკრატიების ალიანსმა გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად საქართველოს ევროპის ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც მთავრობის გამჭვირვალობა დადებითად არის შეფასებული. საქართველოს ლიდერ პოზიციას იკავებს არჩევნების გავლენის თვალსაზრისითაც. ამ კომპონენტში ის ევროპისა და ნატოს ქვეყნების საუკეთესო სამეულშია. გლობალური აღქმის ინდექსი 46,000-ზე მეტი რესპონდენტის შეფასებას ეფუძნება. რეიტინგში საქართველოს მსოფლიოში 38 ადგილზეა და პოზიტიური განწყობებით მნიშვნელოვნად უსწრებს ევროკავშირს, ნატოსა და გაეროს. კვლევის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ დემოკრატიაზე მოთხოვნა მსოფლიოში იზრდება. საქართველოს ამ მიმართულებით კი ერთ-ერთ საუკეთესო შედეგებს აჩვენებს. გამჭვირვალობა არის ჩვენთვის პრიორიტეტი. ამ მიმართულებით საქართველოს აქვს აღნიშნული ინდექსით მოწინავე პოზიციაზე ევროპაში. აი ეს გამოწვეული არის იმ რეფორმებითა და გადაწყვეტილებებით, რომელიც მთავრობის მიერ იქნა მიღებული. პირველ რიგში ეს ეხება მთავრობის მიერ ყველა განკარგულებისა თუ დადგენილების ნებისმიერი ბრძანების საჯაროდ გამოტანას და გამოქვეყნებას, რითაც ჩვენ რა თქმა უნდა პირველ რიგში ვაზღვევთ კორუფციულ რისკებს. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ნახოს თუ რა გადაწყვეტილებებს იღებს მთავრობა და ამასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები წარმოადგინოს. საქართველოს მთავრობა გამჭვირვალობით ევროპაში არის პირველ ადგილზე და ერთადერთი არის, რომელიც დადებითად არის შეფასებული გამჭვირვალობის თვალსაზრისით ევროპაში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კვლევის მიხედვით არჩევნების პოზიტიური გავლენის თვალსაზრისით საქართველოს არის მოწინავე პოზიციაზე, ევროპაში მეორე პოზიციაზეა ამ კუთხით. აგრეთვე გამოქვეყნა გლობალური აღქმის ინდექსი, რომელიც 50,000-მდე რესპონდენტის კვლევას ეხებოდა მსოფლიო მასშტაბით, ისეთ მიმართულებით, თუ როგორ აფასებდნენ ისინი ქვეყანაში, ქვეყნებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში არსებულ ვითარებას, აფასებდნენ დადებითად, უარყოფითად, საქართველოს მიიღო დადებითი შეფასება და ევროპის საუკეთესო 20-ში გამწესდა. საქართველოს აგრძელებს განვითარებას, დემოკრატიულ განვითარებას, გამჭვირვალობაზე, ანგარიშვალდებულობაზე დაფუძნებულ განვითარებას, რაც ბუნებრივია აისახება კიდევაც კეთილდღეობის გაუმჯობესებაში და ეკონომიკური სისტემების დაჩქარებაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იურიდიული დახმარების სამსახურის ახლა დანიშნულ დირექტორს ოთარ ჩახუნაშვილს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა სამსახურის ახალ ხელმძღვანელს თანამდებობაზე დანიშნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. ოთარ ჩახუნაშვილმა პრემიერ-მინისტრს სამსახურის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. იურიდიული დახმარების სამსახური მოქალაქეებისთვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. ჩახუნაშვილს კი საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელ ანარით შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისს შორის არსებულ თანამშრომლობაზე. ხაზი გაესვა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის თბილისის ოფისის ჩართულობის მნიშვნელობას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ სახალხო დამცველთან ლევან იოსელიანთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განიხილეს ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხები. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებულ ვითარებას. გეკა გელაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვანია ორ ინსტიტუციას შორის თანამშრომლობის გაღრმავება. შიო მესამეს აღსაყდრებას ულოცავს მსოფლიო პატრიარქი. ბართლომეოსმა ოფიციალური წერილით მიმართა საქართველოს ახლად არჩეულ კათოლიკოს პატრიარქს და მას ხანგრძლივი კურთხეული და ნაყოფიერი მსახურება უსურვა. განსაკუთრებული პატივით მოიხსენია მსოფლიო პატრიარქმა ილია მეორის ისტორიული და ნათელი ღვაწლი, რომელმაც ეპოქალური კვალი დატოვა. წერილში ხაზგასმულია მართლმადიდებლური ერთობის მნიშვნელობა თანამედროვე გამოწვევების ფონზე. დიდი სიხარულით მივიღეთ პირადად ჩვენ და მსოფლიო საპატრიარქოს მთელმა კრებულმა კეთილი უწყება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ძველ და სახელოვან ტახტზე თქვენი უნეტარესობის ღირსეული აღსაყდრებისა. თქვენ მემკვიდრეთ და ემკვიდრეთ ნეტარხსენებულ კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს, რომელმაც გამორჩეული ისტორიული და ღვაწლმოსილი სამსახური გაუწია საქართველოს წმინდა ეკლესიას და მთელ მართლმადიდებელ სამყაროს. ძმური სიყვარულით გილოცავთ ამ გამორჩევას, გვწამს რომ ჩვენთან და დობილი მართლმადიდებელი ეკლესიების სხვა წინამძღოლებთან ჰარმონიული თანამშრომლობით თქვენს წვლილს შეიტანთ მართლმადიდებლური ერთობის გამტკიცებასა და თანამედროვე სამყაროს წინაშე ჩვენს საერთო ქრისტიანულ მოწმობაში. პატრიარქის აღსაყდრებასა და ისტორიულ თარიღზე საუბრით გახსნა პარლამენტის დღევანდელი სხდომა შალვა პაპუაშვილმა. სპიკერის თქმით, გუშინ საზოგადოება იშვიათი ისტორიული მოვლენის მოწმე გახდა. გუშინ უდიდესი დღე იყო ჩვენი საზოგადოებისთვის. სვეტიცხოვლის ტაძარში ანდრია პირველწოდებულის დაარსებულ ქართული ეკლესიის წმინდა კათედრაზე აღსაყდა კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე. მინდა მიულოცო მის უწმინდესობას და უნეტარესობას. აღსადრება მინდა უსურვო, რომ ეს ძიმე ჯვარი მას, რომელიც მან გადმოიბარა ჩვენი წმინდა პატრიარქისგან, ილია მეორისგან, ეტარებინოს ისე, რომ მართლად აღსულებული იყოს ის მთავარი ღირებულებები, რომელიც ჩადებული არის ჩვენს წმენაში. ვიყავით მომსწრე ისეთი მომენტისა, რომელიც იშვიათად ხდება ხოლმე ადამიანის ცხოვრებაში და ყველა რა თქმა უნდა განსაკუთრებული სიხარულით ვიყავით და ვრჩებით აღსული და მინდა ყველას გისურვოთ, რომ კიდე მრავალი წელი ჩვენი ეკლესიის საჭეთრყობლად მოგვეხსენიებინოს შიო მესამე მისი უწმინდესობა და უნეტარესობა. მინდა თქვენი სახელით მიულოცო მას და სრულიად საქართველოს ეს განსაკუთრებული უდიდესი დღე. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავისუფალი ტრიბუნის ფორმატით დღეს ფრაქცია საქართველოსთვის წევრებმა ისარგებლეს. ისაუბრეს ქვეყნის საგარეო კურსზე. გიორგი შარაშიძემ ქართული ოცნების მიერ გატარებული პოლიტიკის საგარეო და საშინაო ეფექტებზე გაამახვილა ყურადღება. კრიტიკის პასუხად მმართველი გუნდის წევრებმა გიორგი გახარიას თანაგუნდელებს წარსული და მათი შეფასებით ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები შეახსენეს. საქართველოს დღეს ევროკავშირის წევრობისგან უფრო შორს არის, ვიდრე 2023 წელს, როდესაც ჩვენ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მივიღეთ. მხოლოდ ოცნება არის პასუხისმგებელი და ერთადერთი პასუხისმგებელი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ჩიხში შეყვანაზე. და დიახ, ოცნებას მოეთხოვება პასუხი იმაზე, თუ რატომ შეაჩერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რატომ გამოვიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, როცა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება. რაც გაჩერებულია, იმის ხელახლა გაჩერება როგორ შეიძლება იყოს შესაძლებელი, ეს შეიძლება იცოდეს მხოლოდ და მხოლოდ გახარიელმა ნაცმა, ნაციონალურ მოძრაობაში გაერთიანებულმა სხვა პირებმა და მათმა მიწმასნილებმა და მათმა პატრონებმა გარედან. როგორ შეიძლება საერთოდ თვალი დახუჭო ევროკავშირის ელჩის წერილზე, რომელიც ადასტურებს, რომ ამ განცხადებამდე
6 თვით ადრე მოლაპარაკებები მათივე მხრიდან, ევროკავშირის მხრიდან იყო გაჩერებული. გავავიდა ერთ-ერთი გამოსვლელი და რაღაც კისინჯერივით, ტალეირანივით ყელი მოიღერა და გველაპარაკება საგარეო ურთიერთობებზე. მაშინ, როდესაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ერთი თვეც კი არ იყო გასული და მოღალატეობრივი წერილი ნაციონალურ მოძრაობის წევრებთან ერთად, ახალ ნაცებთან, ლელოელ ნაცებთან და რა თქმა უნდა, გახარიელ ნაცებიც ამ ყველაფერს შეუერთდნენ, მისწერეს წერილი ევროკავშირის წარმომადგენლობებს და რას ითხოვდნენ? მთავარ საკითხებს: ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება, ევროინტეგრაციის პროცესის გაჩერება, კომუნიკაციის სრული გაწყვეტა, 120 მილიონიანი დაფინანსების შეჩერება. და ეხლა ესენი გველაპარაკებიან საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლიდან გასვლაზე. უნამუსობის ფრქვევისთვის არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური, მით უმეტეს ასეთი მაღალი ტრიბუნა. თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობის საქმეზე დაკავებული 13 პირის დასკვნითი სასამართლოს ხდომა გაიმართა. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. დაკავებულებს ბრალად ედებათ ჯგუფურად სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. ბრალდების მხარემ წარმოთქვა დასკვნითი სიტყვა, სადაც უფრო მეტი ლაპარაკა მურთაზოდებაზე და ბაადაბურჟულაძეზე, ვიდრე ჩვენი დასთვის ყოფებზე ზოგადი კონტექსტის შეფასება იყო. ეს არ არის ის დასკვნის სიტყვა, რომლის შემდეგაც ადამიანებს გამომტყუნებელი განაჩენი უნდა გამოუტანონ. საბოლოო ჯამში უნდა გამოეძიებინეთ საქმე ისე, რომ დანაშაულისთვის დაიკავებინათ ადამიანები, ვინც სინამდვილეს ჩაიდინეს დანაშაული და ამისთვის არ მოუწევდათ ერთ პროცესს, სადაც არიან ბრალდებულები, მეორე პროცესს ბრალდებულები საუბრობენ. როგორც სხვა პროცესებს ვამბობთ, მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილია არაერთი მტკიცებულება, მათ შორის ვიდეო ჩანაწერები ყველა ბრალდებულთან მიმართებით, სადაც ჩანს მათ მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები. ასევე ვისაუბრეთ მოწმეთა ჩვენებებზე, რომლებიც დაიკითხენ სასამართლოში და მიუთითეს კონკრეტულ ბრალდებულებზე, როგორც მოძალადეებზე და ასევე იმ პირებზე, რომლებიც ცდილობდნენ პრეზიდენტის სასახლეში შეჭრას. ასევე ვისაუბრეთ ექსპერტიზის დასკვნებზე, მათ შორის ავიდესკოპურ ექსპერტიზებზე, რომლებიც დაადასტურეს კონკრეტულ ვიდეოებზე ბრალდებულების არსებობა. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩვენი მოლოდინიც არის, რა თქმა უნდა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დადგება გამართულებელი განაჩენი და რა თქმა უნდა, სამართლიან საჯელს დაუნიშნოს მოსამართლე ყველა მათგანს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ტექსტს ავრცელებს და ეხმაურება განცხადებებს, თითქოს უწყებამ არამიზნობრივად გახარჯა ბიუჯეტის სახსრები უცხოელ არალეგალთა ქვეყნიდან გაძევების პროცესში. სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ. გავრცელებული ინფორმაცია არის სრული მანიპულაცია და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. 2025 წლის ივნისიდან დღემდე საქართველოდან გაძევებულია 2300-მდე ქვეყანაში არალეგალურად მყოფი უცხოელი, რომელთაგან მხოლოდ და მხოლოდ 2%-ის გაძევების ხარჯების ანაზღაურება უზრუნველყო სახელმწიფომ. ხოლო დარჩენილმა 98%-მა თავად აანაზღაურა დაბრუნების ხარჯები. დეზინფორმაცია, რომ თითქოს მხოლოდ ერთი უცხოელის წარმოშობის ქვეყანაში ერთი მიმართულებით ბილეთის შესაძენად სამინისტრომ 2000 ლარამდე დახარჯა, წარმოადგენს მიზან მიმართულ მანიპულაციას. წერია სამინისტროს განცხადებაში. სპეციალური ოპერაციების ძალების მრავალეროვნული სწავლება ტროიას ნაკვალევი 2026 დაიწყო. სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებსა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა ატაშემ და სპეციალური ოპერაციების სარდალმა. მათ სპეციალური ოპერაციების ძალებისთვის საერთაშორისო წვრთნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ეს ღონისძიება წარმოადგენს იმ მდგრადი და მტკიცე თანამშრომლობის დასტურს, რომლითაც ხასიათდება საქართველოს თავდაცვის ძალებსა და ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებსა და მოკავშირეებს შორის ურთიერთობა. ჩვენი პარტნიორობა დაფუძნებულია საერთო ღირებულებებსა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის ვალდებულებაზე. ამ მასშტაბის წვრთნებში საქართველოს აქტიური მონაწილეობა ხაზს უსვამს ჩვენს როგორც რეგიონში საიმედო და პასუხისმგებლიანი პარტნიორის როლს. ტროას ნაკვალევი მხოლოდ წვრთნა არ არის, ის აერთიანებს გამოცდილებას ახალ იდეებთან და პროფესიონალიზმს საერთო მიზნის მისაღწევად. აქ დამყარებული მეგობრობა წლების განმავლობაში გაგრძელდება. თანამშრომლობა პირადი ურთიერთობებითა და პატივისცემით მიიღწევა, განსაკუთრებით ჩვენს მჭიდრო საზოგადოებაში, რომელსაც სპეციალური ოპერაციების ძალები ჰქვია.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს განათლების მინისტრს შეხვდა. განიხილეს რეგიონში საგანმანათლებლო სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. აღინიშნა, რომ განათლების სამივე საფეხურზე დაგეგმილი რეფორმის ეფექტიანად განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებული თანამშრომლობა. ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც დაანონსდა დღეს 4 მუნიციპალიტეტში, ჩვენს მინისტრს ექნება შესაძლებლობა გააცნოს ადგილობრივ საზოგადოებას. ზოგადად პრიორიტეტი სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების არის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი და 2026-28 წლებში დაგეგმილი არის 30-მდე სკოლის მშენებლობა, ასევე 70-მდე სკოლის რეაბილიტაცია. მომავალ თაობაზე ზრუნვა არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი. განვიხილეთ განათლების სექტორში როგორც უმაღლესი, ასევე ზოგადი განათლების მიმართულებით და ამავდროულად პროფესიული მიმართულებით რეფორმების მიმდინარეობა, დაგეგმილი აქტივობები 4 მუნიციპალიტეტში, ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევში და ხულოში მოხდება როგორც სასკოლო საზოგადოებასთან, ასევე მშობლებთან შეხვედრა და დეტალურად გვექნება შესაძლებლობა რომ გავაცნოთ რეფორმის მიზნები. ძალიან დიდი მხარდაჭერა არის აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის მხრიდან და რა თქმა უნდა აჭარის მთავრობის მხრიდან. რეკლამის შემდეგ კურიერი ეთერში ბრუნდება, განვაგრძობთ გამოშვებას. საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი გაიმართა. პროცესი თავად ბრალდებული დაესწრო. სხდომები დახულულ რეჟიმში ჩატარდა, გამოიკვლიეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები. სუსის ყოფილ უფროსს ბრალად ედება წინასწარის შეთანხმებით. ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთა მისაღება, რაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩვენებები სარწმუნო არის თუ არ არის, ამას მე არ ვაფასებ, ამას სასამართლოში აფასებს. უბრალოდ მე მხოლოდ იმას ვამბობ, რომ ის ჩვენებები, რაც მოწმეთა მიერ იქნა გაჟღერებული პროცესზე, რა ინფორმაციას გვაწვდის ბატონ გრიგოლ ლილუაშვილთან მიმართებით. ცალსახად გიდასტურებთ და გეუბნებით, რომ არც ერთი პირის მხრიდან დასახელებული პირის გრიგოლ ლილუაშვილის ჩართულობა აღნიშნულ ეპიზოდთან მიმართებით არ გამოვლენილა, არ დადასტურებულა, არ თქმულა. ბრალდებულ გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე უკვე ბრალდების მხარემ დაიწყო მტკიცებულებების გამოკვლევა. დღეს ჩვენ წარმოდგენილი გვყავდა სასამართლოში 5 მოწმე. 5-ვე მოწმის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ეხება უშუალოდ ბაგაბაღების მართვის სააგენტოს ეპიზოდს. ერთი რამ ცხადად შემიძლია მე განგიმარტოთ, რომ მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ბრალად წარდგენილ ამ ეპიზოდთან მიმართებით ადასტურებდა იმ პოზიციას, რაც ბრალდების მხარეს გააჩნია. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი ფულის გათეთრების საქმეზე მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს. ანდრეი ერმაკმა შესაბამისი განცხადება კიევში სასამართლოს ხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. პროცესზე ბრალდების მხარემ სისხლის სამართლის საქმის მასალების ნაწილი წარადგინა. ერმაკს ბრალად ედება დანაშაულებრივ ჯგუფთან ერთად დაახლოებით 10 მილიონი დოლარის გათეთრება. ხდომაზე სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიება არ შეუფარდებია, კანონით ამისთვის 72 საათია განსაზღვრული. პროცესი კი დღეს გაგრძელდება. პროკურორის განცხადებით არსებობს ბრალდებულის მიმალვის საფრთხე, რადგან მას პროფესიული და სოციალური კავშირები აქვს როგორც ხელისუფლებაში, ისე უკრაინის ფარგლებს გარეთ. ანტიკორუფციული პროკურატურა ანდრეი ერმაკისთვის 4 მილიონი დოლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. პეკინში ტრამპს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. ცერემონიაში ორკესტრი და ათეულობით ახალგაზრდა მონაწილეობდა, რომელთაც ჩინეთისა და შტატების სახელმწიფო დროშები ეჭირათ. ჩინეთში დონალდ ტრამპის ოფიციალური ვიზიტი 3 დღე გაგრძელდება. დაგეგმილია ჩინელ კოლეგასთან სი ძინპინთან მოლაპარაკებები. ამერიკულ დელეგაციაში პრეზიდენტთან ერთად მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების და ფინანსური ინსტიტუტების ხელმძღვანელები არიან. აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის ბოლო ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში 2017 წლის ნოემბერში მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის პერიოდში შედგა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში პრაიდის კვირეულის მიმართ ევროკომისიის მხარდაჭერა გამოხატა. ევროკომისიის პრეზიდენტმა პრაიდის მნიშვნელობა განმარტა, როგორც სიყვარულის, იდენტობის, სიმამაცისა და საზოგადოების ზეიმი. ფონ დერ ლაიენმა პოსტში აღნიშნა, რომ ევროკომისია ყოველდღიურად მუშაობს იმისთვის, რომ ევროპა იყოს სივრცე, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იცხოვროს თავისუფლად, ღიად და საკუთარი იდენტობის შესაბამისად. ბრიუსელში პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით ევროკომისიის შენობის წინ LGBTQ+ დროშა აღიმართა.
კურიერი 6-ამით დასრულებულია. მე დღეს გემშვიდობებით ეთერს კი ვუთმობ სპორტს და ლაშა დვალიშვილს. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს რუსთავი 2.gr და ასკანერეთ QR კოდი და შემოგვიერთდით რუსთავი 2-ის Facebook გვერდზე. ნახვამდის.